ქუთაისი. მოვიდა პეტრე უმიკაშვილი როგორც ამბობს. ახტანგელი. თქვენ წინააღმდეგ თამაშობს ზალ ხონელიძე, ტელემაყურებელი ქუთაისიდან. ზალ ხონელიძე არ თამაშობს ელიტარულ კლუბში, იგი უბრალოდ სტუმრად იყო მოსული ერთ-ერთ თამაშზე და იქ გადაიღო ფოტო, ასე რომ არ იფიქრებთ რომ ეს კოლეგის შეკითხვა. ბატონო ბესო ბუთრიშვილი. 1874 წელს ცნობილმა ქართველმა ფოლკლორისტმა და ლიტერატორმა პეტრე უმიკაშვილმა გამოსცა ქართული ზეპირსიტყვიერების კრებული, რომელშიც ლექსებთან და ანდაზებთან ერთად მოხდა გამოცანები. ყურადღება, შავი ყუთი. ქართული ხალხური გამოცანა პეტრე უმიკაშვილის ხალხური სიტყვიერებიდან. ერთს უსულოს ერნიშლიან. დაიწერება ხა მონიტორზე. ჭკუა გონი აერევა. გამოსახოთ მონიტორზე. იგი ყვავის მრავალფერად ყვავილშიგან გაერევა. არაკლია ხმალი ჩანგი საზან ჩანგში გაერევა. ერთმანეთსა თავში ჩახკრენ, რომელიცა მოერევა. ყურადღება, შეკითხვა. ამ გამოცანის პასუხი დევს შავ ყუთში. თოჯინების თეატრი ხო არ არის? რა დევს შავ ყუთში? იარაღი უნდა იყოს რა. თითისტარი აიგეთი რაღაცები. ერთმანეთში თავში ჩაკრენ რა ესე. ორი თოჯინა ერთმანეთში დაჭკურა. თავში ჩაკრენ, რომელიცა მოერევა. ერთი უსულო რა. ერთ საზანდარი ჩამგური აერევა. მრავალფერი უნდა იყოს რაღაცა. გაერევა. ეს ახლა მარტო მუსიკა პროექტი პროსტა ხმას გამოსცეს, აუ მრავალი ფერებისგან უნდა იყოს რაღაცა აჭრელი წეტიანი ბევრი ხმას გამოსცეს ერთმანეთსა თავში ჩაკრენ, რომელიც მოერევა. აი ბოლო კი გავს პანჩა და ჯუდის ხო, თავში ჩაკრენ. ხო, რაღაც მაგითო მგონია თოჯინების თეატრი ხო არ არის თქო რა. შეთა ესეთი თეატრი. ჩანგიან ერნი. ხმალია ჩანგიან. ერნი, იმიტომ რომ დელი თოჯინების თეატრით არ ერთობა და საერო პირი ერთობა, ხო მაგით? ხმალი, ჩანგი, საზან ჩანგი რა. საზან ჩანგი. საზანდარი არის მუსიკალური ინსტრუმენტია, ხო? ეგეც. და ჩანგი საზანდარი ვიცი, მაგრამ საზან ჩანგი. ანუ რიტმისთვის არის რა საზან ჩანგი. პანკური ჯგუფის თამაშლებას ტოვებს, ერთმანეთს ურტყავენ გიტარებს. არღანი ხო არ არის. საიტყვა ხო არ არის ქართული ვაფშე. არა, ძალიან სუდია ეს მსახური, ძალიან სუდია. ზოგი ვერსია არ ყოფილა. გამოტოვებია თქვენ შეგიძლიათ აიღოთ დახმარება და მერე წუთი, შეგიძლიათ წუთი და მერე დახმარება. წუთს და შემდეგ დახმარება. მოკლედ, კაი. წავიდა წუთი. ჩვენ შეგვიძლია დახმარება და მერე წუთი ავიღოთ? კი, შეგიძლიათ. მაშინ ჯერ დახმარებას ავიღოთ. ავათო ჩუქი 20 წამი გუნ დრო. რა დღეშია ეს 4 გუნდი, რა დღეში? მე ქალბატონო ირინა გინდათ წუთი? არა, არ გვინდა, ეგ არის. ლევანის ავილი ქვია იმას კიდე თან ის გისმენთ მე. ქალბატონო ირინა მე გირჩევთ აიღოთ დამატებითი წუთი. ანუ არ ქონია სწორი ვერსია. გირჩევთ აიღოთ დამატებითი წუთი. კაი, ავიღო. წავიდა წუთი, წავიდა. ფერი არ გადის. აი, ვიფიქროთ დაში მაშინ, თუ კარტი არ არის, აბა რა. არა, ეს არ ნიშნავს, არ არის, გაიცნობ, და არ არის, არ ნიშნავს ახლა მაგია. ბანკო რატო არ არის? ბანკო რას ქვია? ფლირტი ხო არ არის ხალხო? ფლირტი ხო არა, არ არა, არის? ახლა ძალიან ისეთი რაღაც. არაკლია ხმალი ჩანგი, ტარო ხო არ არის, ტარო, სამკითხაო. ძალიან სპეციფიკურია და მაინც კარტი. და ანუ ახლა დავაკონკრეტოთ, რომ როსტა კარტი კერტაროა, მაინდა. პროსტა ბანკო უკეთესია რა. ნუ ყველაფერი ჯდება ნახე. შლიან კი ბატონო. ეხლა არ მითხრა პასი. არა, მე მგონი ის არის. უსულოა რაღაცა შლიან კარტია რა. 4 რო არის. ხმალი ჩანგი. ერნი შლიან და გაშლა კარტია რა მოკლედ. რავი ეხლა. მარაო ხო არ არის? მარაო. მარაო ხო არ არის? მარაო ხო არ არის? მარაო. ეს არის გავუჩა. მარაო შლიან და ყვავილები ახლა ჩანგი. დრო, შეწყდა კამათი. ურტყავე მარაოა. ქალბატონო ირინა სიჩუ ქალბატონო ირინა სწრაფად ეხა თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება. ეხა ჩავთვლი პასუხს. ერთ წუთით მე თვითონ ვპასუხო. არა, ვახტანგ გელედაშვილი პასუხობს. მე არა მაქვს უფლება რომ ვპასუხო. გავს დაუპასუხე. თქვენი პასუხი. სწრაფად. გახავს კაპიტანს გახავს დრო. ბანკო. ბანკო? ბანკო? არა, მარაო?
არა, ბანკო. ეს სწორი პასუხია. მარო ელენთაშვილი. აი დღეს გამარჯვებული მოაზროვნეები. ანდრო სოლოგაშვილი, ირაკლი თოდრია, ბესიკ ბუტურიშვილი. ეს მოთამაშე გამოვტოვოთ არ მინდა დღეს გიორგი ლაშხი და გუნდის კაპიტანი ირინა ფრუიძე.